ქალაქ ბოლნისში ახლად რეაბილიტირებული ნომერ მესამე საჯარო სკოლა გაიხსნა. 2010 მოსწავლეს სწავლა სრულად რეაბილიტირებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. მესამე საჯარო სკოლის გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ლევან მუშკუდიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე ესწრებოდნენ. საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემებით. ქალაქ ბოლნისის ნომერ მესამე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა. ეს ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახალი საჯარო სკოლა გავხსენით, რითიც ძალიან კმაყოფილებით დავტოვეთ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სკოლის არამხოლოდ ინფრასტრუქტურულ განახლებას, არამედ შინაარსობრივ განახლებას. ჩვენი მიზანია ახალ უსაფრთხო გარემოში მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი სასწავლო შედეგის მიღწევისათვის საჭირო ყველა პირობა შექმნილი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ განათლების სამინისტრო ვზრუნავთ სასწავლო პროგრამების, სასწავლო სტანდარტების, საგნობრივი სტანდარტების განახლებაზე და რა თქმა უნდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად. ქვემო ქართლის რეგიონს კიდევ ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შეემატა. ეს არის ქალაქ ბოლნისში, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციები. 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ წუთებში, ასევე 10 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამურად 5000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით. სასიხარულოა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სრულიად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა შეემატა. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით სკოლა. მინდა მიულოცო ჩვენს პედაგოგებს და მოსწავლეებს, რომ შესაძლებლობა ექნებათ ესეც თანამედროვე სკოლაში გააგრძელონ სწავლა, ასევე მინდა ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადაუხადო ჩვენს განათლების სამინისტროს, რომ ესეთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა ჩვენს ბოლნისში.